ეკონომიკური კვლევისა და კონსულტაციების ცენტრმა კვლევა ჩაატარა და ის ბანკები გამოავლინა, რომელთა მომსახურების დონითაც კლიენტები კმაყოფილნი არიან. დასახელდნენ აუთსაიდერებიც. აღმოჩნდა, რომ ბანკში მისულ მომხმარებელს ყველაზე მეტად გრძელი რიგები და ლოდინი აღიზიანებს. ხშირ შემთხვევაში კი ამას არათავაზიანი მომსახურე პერსონალიც ემატება. კომპეტენტურობა, თავაზიანობა, მომსახურების ისრაფე და რიგებში დგომა. ეკონომიკური კვლევისა და კონსულტაციების ცენტრმა დოქტრინა ბიზნეს რევიუმ კომერციულ ბანკებში არსებული მომსახურების ხარისხი გამოიკვლია. ცენტრმა თითოეულ ბანკში ოპერატორის მომსახურების საშუალო დროც დაადგინა. კვლევის მიხედვით კლიენტები ყველაზე მეტად ლიბერთი ბანკს ემდურებიან. მომსახურების ხარისხი კი დამაკმაყოფილებლად VTB-ში საქართველოს ბანკსა და TBC-ში მიაჩნიათ. საშუალო მაჩვენებელი 9 წუთით ჩამოყალიბდა, რაც სჭირდებათ ერთ ადამიანის მომსახურებისათვის ერთ პირს, ანუ ბანკის კლერკს, მაგრამ ეს არ არის ლოდინის დრო, რიგში დგომის დრო ემატება მას. ამიტომ თუ მათ უნდა კლიენტები მაქსიმალურად დაიჭირონ, კარგი გაგებით, ყავდეთ და იყოთ ყურადღებიანი კლიენტის სურვილებთან მიმართებაში, მათ უნდა შეეცადონ, რომ 5 კაცს არ გადააჭარბონ. მთლიანობაში ბანკში მისულ მომხმარებელს ყველაზე მეტად რიგი და ლოდინი აღიზიანებს. თუ შესაძლებელზე გამოდიხარ, არ ყოფნის 1 საათი. ეს აქედან რომ დავიწყოთ ნებისმიერ ბანკში. გარდა მაგისა, როგორ გითხრათ, არ ვიცი, ოპერატორები ყავთ ცოტა, არ ამატებენ კადრებს თუ რა ხდება, შეუძლებელია დღის განმავლობაში შეძლო და მიიღო მომსახურება, ბანკების უმეტესობაში. სასურველია, რომ უფრო სწრაფი იყოს მომსახურება, რა თქმა უნდა. მაგრამ ზოგადად, როდესაც ხალხი ბევრია, მაინც გვიწევს ხოლმე ლოდინი. არ უნდა იყოს რიგები. ეს უნდა მოწესრიგდეს პირველ რიგში. ბანკებში კი ამბობენ, რომ პერსონალის კომპეტენციასა და სერვისის ხარისხზე მუდმივად ზრუნავენ. საფინანსო ინსტიტუტები მომხმარებლებს რიგების თავიდან აცილებისთვის ალტერნატიულ გზასაც თავაზობენ. თუმცა კვლევის თავაბაზე პასუხის გაცემა ლიბერთი ბანკში საჭიროდ არ ჩათვალეს. VTB-სა და საქართველოში კი იმის ახსნას სადეს ყოველწლიურად როგორ აუმჯობესებენ საკუთარ მომსახურებას. ბანკის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ ტრენინგები, ასევე ხდება უკავშირი მათთან, შესაბამისი სამსახურები საუბრებიან ჩვენი front office-ის თანამშრომლებს, რომლებიც და ავლენენ იმ მომენტებს, როცა შეიძლება რაიმე შეფერხება მოხდეს და ხდება მე ამაზე ერთობლივად მუშაობა და გამარტივება. იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი აარიდოს რიგში დგომას, ამისთვის საქართველოს ბანკს აქვს არაერთი გამოსავალი მომხმარებლისთვის. ეს არის სატელეფონო ცენტრის მომსახურება და ეს არის ინტერნეტ ბანკი. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბანკებმა მომხმარებლის შენიშვნები უნდა გაითვალისწინონ. მინუსი ბუნებრივია ის აქ, რომ ესა თუ ის კონკრეტული ბანკი თუ მთლიანად სექტორი უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი სერვის ცენტრები იყოს, რაც შეიძლება ფართო იყოს ოპერატორების რაოდენობა იქ მეტი იყოს, რომ ეს რიგები არ იყოს. საბანკო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით მომხმარებელს საკუთარი პრეტენზიების დაფიქსირება თავად ბანკებში შეუძლია. ბანკი ვალდებულია მომხმარებლის პრეტენზიას უპასუხოს. თუ ბანკის პასუხი არ გაკმაყოფილებთ, საჩივრის შეტანა ეროვნულ ბანკში შეგიძლიათ.